მოგესალმებით ხალხო. მივდივართ ზღვაზე, როგორც იქნა ჩავნიშნეთ დღე, დაბრუნეთ ბინა და გადაწყვეტა მოუფიქრეთ ყველაფერს, რაც გულზე ლოდად მეწვა და ვიცოდი რა მექნა. ან მე როგორი ტიპი ვარ, იცი? მაგარ მოიწონს რაღაცა განათება, წამოგაესწავლეთ, მაგრამ იქ ეცხება. ანუ მე როგორი ტიპი ვარ, იცი? რაღაცას რო აი რაღაცაზე ვფიქრობ და ეგ რაღაცა რომ ანუ გადაწყვეტილი არ არის. ანუ რა ვიცი ესე გავაკეთე თუ ისე და დროში რომ იჭერს, ანუ ძალიან საშინლად მოქმედებს ეგ ჩემზე. ალბათ ბევრი ადამიანია ასე და არა მარტო მე. უბრალოდ კატასტროფული მოქმედებს ხოლმე ეგ ჩემი. ნუ ერთი სამსახურს ეხებოდა, რომელზეც აქ არ ვისაუბრებ. და მეორე ხებოდა კატას. ესე იგი ჯერ ხო იცით რომ არავის არ უნდა რომ ბინა მოგაქირაოს ბავშვით. მერე არ უნდა არავის ბინა მოგაქირაოს ძაღლით და მერე არავის არ უნდა ბინა მოგაქირაოს ბავშვით, ძაღლით და კატით. ხოდა ფიქრობდი კატის დატოვებას. ოღონდ არ მაქვს სიტუაციას რჩება დავტოვო. ანუ ისე რომ ანუ მისთვის იყოს თვითონაც ისე იყოს როგორც სახში. ანუ არ მაქვს ვარიანტი რა. სადაც შეიძლება. ხოდა ძალიან ვღელავდი რომ რა გავაკეთო. აქ ვერ დავტოვებ მარტოს. არავინ არ მყავს ვინც შეიძლება მოვიდეს და აჭამოს და მე მაგათ ვეძებდი სასტუმროს კატისთვის. თოკოს მოვაძებნინე ინტერნეტში. ხოდა დღე მითხრეს 30 ლარი. ოღონდ 15 დღეზე ფასდაკლებით 350 ლარიო. კაი ჯანდაბას, მაგრამ იმიტომ რომ თუ ნახე თუ წაიყვან. იქ ზოგს იმისთანავე ჯი უდგას, ანუ გულისხმობ დივანი, რაღაცა აი 6000 ლარიანი და ხა ეგ რო გააბუჯოს კატა მე საიდან უნაზღაურებ მაგის ფულს, ხო? შანსი არ არის და მე იქ გავგებრობები რომ მოხდეს და რაღაცა არ მინდა, ხო ხდებით ახლა. ამიტომ ანუ ამიტომ ვფიქრობდი რომ მირჩევნე რომ ეგ თან გადავიხადო. ხო. მერე ვნახე ინსტაგრამზე მაგათი ფოტოები, ანუ კატები სადაც ყავთ. ღამე ვარ ვკეტავთ რომ მითხრეს, მაგრამ რაღაცა ისეთი საბავშვო ბაღში ვარ თაროები, ხო, იცით შესაძლებელი, რაღაცა ეგეთი არის, კარები ეხურება, გამჭვირვალე თუ რაღაც, ანუ მან შეყავთ მე მგონი ღამე რა. ნუ კაი, ეგ ხო და კიდე აი ყველა კატის ფოტო ვნახე. ხო და უმეტესი ზოგი ან შეშინებული იყო, ან მოწყენილი იყო, ანუ ბედნიერად არ გამოიყურებოდა არც ერთი. ნუ ხაცხადია რა თქმა უნდა. ეს ხო კატაა და ამას გონია რომ შენ გადააგდე მიატოვე, სადღაც უცხო ადგილას ატოვე, ხო ვერ აუხსნი, ვერ გააგებინე. ხო მოკა ძალიან ვღელავდი მაგ საკითხზე, რომ რა უნდა ვქნა. ისე ძალიან ვღელავდი, რომ ვიყავ პარალიზებული სრულად და ანუ სახლს რომ ვარჩევდი ისეც, რომ ანუ არ ყოფილიყო ისეთი ავეჯი. და იქნებ წამეყვანა. ჩუმად მე არა, ანუ რომ წერ ხოლმე ყავს რომ ჩიხუახუა მყავს. ეხაც დავწერო ჩიხუახუა მყავს და კატას ვაპირებ დამეტოვებინა. მაგრამ რო დავიწყე გონებაში იმის განხილვა რომ შეიძლება კატას წამეყვანა. რა თქმა უნდა, ისეთი ბინის მოძიება დავიწყე, სადაც შეიძლება რომ კატა მიმეყვანა და რაღაცა კოლოსალურ თუ კი რამეს, ანუ არც არაფერს აღარებს, არაკეთებს არაფერს, ანუ რაც გასწრებულია, ყველაფერი მშვენივრად, ერთადერთი ბჭყალების გალესვა უყვარს. თავის ბჭყალის საკატრს წავუღებ.
და ბჭყალებს დავაჭრი კიდე. ხო, ფისო მოყვავილთა ჯგუფში დავწერე კიდე რა ვქნა თქო და იქაც დამიწერეს რომ არ წაიყვანო სასტუმროში ეცოდვაო. იქო კარგად არ უვლიან და კატა ვერ გეტყვის რომ სულდა დექცეუდნენ ვერანაირად. ნუ მოკეთ გარანტია არ არის რა რომ კარგად იქნება. ხო და ანუ ეს ამაყელებდა რა. ამიტომ დავიწყე ისეთი ბინის ძებნა, სადაც შეიძლებოდა რომ ესეც წამეყვანა და მე თქვა ადამიანისთვის. ой, მე ჩემი ბონი აქ არის. ჩემი ბონი და აქ არის. არ მინდოდა ამისთვის დატოვა, მე დავიტოვებ ამბობდა ფული რო გაიგო გადასახდელი, ხომ დავრჩებიო და მაგრამ მე ვიცოდი რომ კატის მოსამსახურე დამტოვაო იტყოდა და თან უკვე ლანძღვა მიისყო. ხო და ანუ ეგ არც გამიხილია რომ დარჩებოდა და დაიტოვებდა და მე ჩემი ფული გადამეხადა ან თან წამეყვანა. ანუ ეს პასუხისგებლობა ჩემ თავზე მე ამეღო, იმიტომ რომ მე ავიღე პასუხისგებლობა, როცა კატა მოვიყვანე და ანუ ან მე უნდა გადავიხადო მატერიალურად, ანუ მე უნდა გადავიხადო იმით, რომ ვიწვალო მის წინ და უკან ტარებით. თუ იცით თქვენ, რა შეიძლება დავალევინო კატას, კატური, უზაფრთ ხო, გზაში, ისეთი რომ ეძინოს, ნუ, სულ თუ არა ნახევარი გზა მაინც. იმიტომ რომ აქედან ვეტკლინიკამდე სანამ მივიყავით ისეთ ხმაზე კიოდა, მენატორნიკემ, რომ რა ვიცი. მაშინ კასაციაზე რომ მიყვავდა. ხო და ეხაც რა ვიცი ხა ამ ხელა გზაზე მენ კივილი რომ მოწოს, მე არ ვიცი როგორ იქნება სიტუაცია. ხო, შესაბამისად ხო, მოკლედ გადაწყავ კატა მიყვავს და რატო? მოვძებნე ბინა. ბინასაც ვერ პოულობდი ხალხო. წარმოგიდგენთ, ჩვენ ვართ ბევრი. მე არ მინდა მაღალი სართული, იმიტომ რომ ბავშვი, იმიტომ რომ ძაღლი, იმიტომ რომ კატა. მე ახლა აივანი არ უნდა იყოს ღიაროს კატა, იქ რო გადაწვრეს და ახლა იმ ბათუმში რო კატა დამიკარგოს და აი მე ხო აი რამდენიმე მე ვიფიქრე წარმოიდგინე. მინდა კონდიციონერი, არ მინდა ძალიან შორს. მოკლედ ვიპოვე ბინა. ლოკაცია მომწონს ძალიან, აი ძალიან მომწონს. პირდაპირ ზღვის პირველი ზოლია. პირველი სართულია. დაკეტილი აივანი აქვს. გადახვალ გზას და სხვა არის. ხიმშიაშვილზე. ხო. და კარგია. კონდიციონერიც არის. ალბათ ჩვენ გვჭირდება არის. და თან პლუს ამას ძალიან საყვარელი მე პატრონი ყავს და თან ძალიან მიგურს საიცით რომ ეს გოგო არ არის ისეთი ტიპი როგორც არის ხომ ბინის გამქირავებლები ეს ვინც ბინებს აქირავენ ყოველწლიურად რაღაც აი როგორი ტიპები არიან იცი ამაზე რო ფულს აკეთებენ შენზე რო ფულს აკეთებენ და შენ რომ მაგათვის ხარ პროდუქტი ამ უმეტესობა როგორც ადამიანს ეგრე არ გიყურებს როგორც პროდუქტს ეგრე გიყურებს და ანუ ცდილობენ რაც შევა მალე აიღოს შენგან ფული ძალიან მატერიალისტურად უდგებიან. ნუ მე ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე ვისთანაც შეხება მქონია. ყველა იყო ეგეთი. ნუ ყველა არა. უმეტესობა. ხო. ხო და ეს გოგო, ახალგაზრდა გოგოა. ძალიან კარგი გოგოა, ძალიან კეთილგანწყობილი გოგოა. ძაღლი იცოდა რომ მყავდა, კატაც უთხარი მეთქი თან იმ სიტუაციაში ვიყავი, რომ აი შეიძლება დამეტოვებინა, შეიძლება წამეყვანე და უთხარი რომ გეტყვი მეთქი აუცილებლად მომყავს თუ არა და შენგან რო ვიცოდე მეთქი პრობლემა იქნება თუ არა. არანაირი პრობლემა არ იქნება. წამოიყვანეო. პარკინგის ადგილიც არის, იმიტომ რომ ბათუმში ხო პარკინგებია პრობლემა სერიოზული. ნუ და თან უთხარი მეთქი აი დავჯავშნოთ უთხარი, იცი რა ქეო დავჯავშნოთო და მათი ფულს არ ჩამაიცხინებ და რა ვიცი თუ გინდა ჩარიცხეო თუ არა და ისე იყოს დაჯავშნილიო. ანუ პირველად იყო როცა ადამიანმა მითხრა მე მიქირავია ბინა იმისგან ვინც იცოდა ვინც მე ვიყავი მე რო ვიყავი მაგრამ ჯავშნის ფული გადავახტებინა იმ ადამიანმა ხო და ანუ ვამბობ რომ ჩემი მაყურებელი იყო და ეს ადამიანი მე არ ვჩება მიცნობს იმიტომ რომ მე ხო
დავპოსტე იქ, რა ქვია, ბინები ბათუმში და იქიდან მომწევს თვითონ მიცნობს არ მიცნობს არ ვიცი, მაგრამ ანუ არ იყო ორიენტირებული თითქოს რომ ვაიმე აბა ჩქარა ეს ის ფული ჩამიიცხე არანაირად თავისუფალი ქონდა დღეებიც და მეთქი გამომიგზავნე ანგარიშები კიო გამოგიგზავნე მეორე დღის ბოლოს გამომიგზავნე ანგარიშის ნომერი ანუ სასწრაფოდ რა პირველ რიგში არა ანუ გაუცებული ვიყავი მეთქი რა კარგია რა ბედნიერება ძალიან მომწონს ეგ გოგო აი ეს შორი და ძალიან საყვარელი კარგი გოგოა და მე გადავიწყე ერთი დღის ფული იმიტომ რომ მიჩვენე რომ შვიდად ვიყო რადგან ვუთხარი კიდევაც რომ მიჩვენე მეთქი რომ ჩაგიწყე შვიდად ვიყო იმიტომ რომ ბატალიონი მოვდივარ და მე რომ რამე ისე იყოს რომ იქ უბინავ დავრჩეთ აი ეს ამდენი ძაღლი და კატა და ის ანუ და ამიტომ ესა თქო რა მიჩვენია თქო და ოკეიო და ჩავრიცხე ერთი დღე გვაქვს ჩარიცხული ეხა დაგვრჩა ჩაბარგება და წასვა ხო კიდე გუშინ კატას ვუყიდე წასაყვანი იმიტომ რომ კი გვაქვს ჩვენ ჩანთა მაგრამ ის ჩანთა დაპორჭყნა და ჩვენ საფუჭყა იმ ჩანთასთან ერთად ხო და ვუყიდე ხა წასაყვანი რო არის პლასმასის იყო ძალიან დიდი მაგრამ ის ძალიან დიდი რომ მანგარი ჩამიდო არაფერი აღარ ჩაგვეტეოდა იყო პატარა მაგრამ ის პატარა ოტოსი პატარა იყო საშუალო და უყიდე საშუალო 50 ლარი მეც იყო შავი და ვარდისფერი და შავი იყო ძალიან უშნო და ვარდისფერი იყო ძალიან ლამაზი და მე მინდოდა ვარდისფერი და მეთქი ვარდისფერს ვიყიდი ოტოს საბოლოო კაცსაც ეხო გავუკეთე და კაცობა საბოლოო დავხარმინე თქვა თოკო მიღა კატები მაინც ვარდისფერს ყვითლად ხედავდნენ და უყიდეო და გუშინ მოკეთ ოტოს ვარდისფერს და საყვარელი უყიდეთ დღეს უნდა ვაბანავ ქალბატონი ბონი მოვაგვარო სამსახურის ამბები იგა წავიდა ახლა რომ ფრეონი დაამატოს იმიტომ რომ ისაო ხო გინდა თუ არ გინდა რომ ის კონდეს რა ქვია კონდიციონერი რაც გამბობ ამაღლა გზაზე კონდიციონერის გარშე მაგრამ ჩემი მანქანით წავალ ხო თან იმაქვს ჩემი 4 სამსახური მე არ ყოფილა არც ერთი წელი როცა ზღვაზე დამესვენ გუშინ და კომითხრა შენ მე მგონი ზღვაზე რო არ ტყოლდი უფრო მეც მუშაობ ვიდრე სახშიო ეს იგულისხმობდა ხოლმე YouTube-ის ვიდეოები ეხლა ჩემი 4 სამსახური თან მიმაქვს ვიდეოებსაც გადავიღებ რა თქმა უნდა ნუ იმ სიხშირით ვერ ადრე რო ვიღებდი მაგრამ ვიდეოებსაც გადავიღებ ხო და ესეთი ამბავი მოკლედ კიდე ერთმა გოგომ მომწერა სუპირველად რო დავდე განცხადება ჩემი მაყურებელია ძალიან საყვარელი გოგოა და რაღაცა მაგრამ ანუ მე-13 სართული იყო მისი ბინა და ამის გამო ვთქვი უარი რადგან მაშინია მე მაღალი სართულის ჩვენ არ გვიცხოვია და ანუ ჯერისაც იმის მაშინია ზღვაზე რომ მივიდეთ რომ აი მე ესენი მშვიდობით ჩამოვიდეთ გზაში ახლა ზღვაზე და მე ახლა იმის მაშინას კიდე იქნები მე არ გადავარდეს მე არ მინდა ხოდა რა ვიცი გამძლეობა მისურვეთ მე მგონი სახშირი შემოვა მე დამჭირდება მე დასვენება მაგრამ დასვენება მე სექტემბერი ხო იცით რა თვეა ხოდა მოგეცეს ისეთი ამბები გაცნობეთ რომ მივდივარ ზღვაზე ეგეთი ამბავი ანდრიაც მყავდა აქ ჩვენთან წინ რო სტომატოლოგია იქ იმიტომ რომ ძალიან შორს დავდივარ და ანუ ძალიან ბევრი დრო მეკარგება ხოლმე იმ სიშვარის სიარულით სხვა ფაქტორებიც არის გარდა მაგისა მაგრამ ნუ ეგ მთავარია ხო და ისა კბილების გაწმენდა გავუკეთე და მაინტერესებდა თორნიკე 7 ქონდა წერტილოვანი დასაპლომბი და მაინტერესებდა ამაზე რას მეტყოდა და მარა აქ ვარც ერთი დასაპლომბი უბრალოდ გავწმინდა. ხო. და მოგეთასთი ამბები ხალხო. ძალიან გიჟით დღეები მაქვს. დიდად რა თქმა უნდა ვერ ვიღებ, მაგრამ ეს ამბები მომიყოლა. მოიცა კატისის გაჩვენა, წასაყვანი.
წირა. აი. მაგრამ ხება. აი ჩემთან მიმართებაში შეიძლება. ხო, ყველგან ხდება ეს აბსოლუტურად ყრელი. აქ არ შევიდა. თავისოდან განახებთ. აი, აქ თათები. სტასაღები, ეს არ ვიცი რა არის. შეგე დაუფენ. იმას ხოქო აქ დასაფენი, შპილი რო იყოს. ზემოდან პროსტინეს გადაუფარებ, რა ვიცი რა მეგული ვაერიო სანამე. აი, კარი ესე იკეტება. ეს. მოტოს დასაყვანი. არტისფერი. სხვაზე მივდივართ. დღე დავნიშნეთ 3 ბავშვით, 4 სამსახურით, ძახლით და კატით. მისურვეთ რომ ჩამოვა დასვენება შემძლო სახლში. ეს არის ჯანსაღი. აი ასე ვტესტავ ხოლმე ჩემი გოგოებისთვის რეცეპტებს მარათონში. ეს ჯანსაღი ტორტი. აი ეს რო გავცინჯე წაღა ნახევარი სხვას მივეცი ოჯახის წურს ეს გავცინჯე ეს მივხვდი რატომ არ ქმევენ ნამსხვრებს ზღაპარს. ოსარის არაქის ნამცხვარი ბანანი არაქის კარაქი გამაფხვრებელი კვერცხი ფქვილი. ეს არის შემადგენლობა ბისკვიტის და რბილი ხაჭო, უშაქრო სკუშონი და ისევ არქის კარაქი აქ კრემში. ვაიმე ხალხო რა გემრიელი. აღო და განცხელა.